მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს 2025 წლის 11 აგვისტოა და არ შემიძლია კარგი ამბები არ გაგიზიაროთ. ამასთანავე ნელ-ნელა მინდა დაგაფიქროთ იმაზე, თუ მაინც რა ხდება მსოფლიოში. ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. რატომ ხოცავენ ადამიანებს? რატომ რჩებიან ცოლები ქმრების გარეშე, დედები შვილების გარეშე, ხოლო ბავშვები მშობლების გარეშე. საშინელება. უფალმა გადამარჩინა. დამმალა ბომბებისგან. მართალია 74 წლის ვარ. კიდევ რამდენ დღეს ვიცოცხლებ? 1, 2, 3, მაგრამ ყველაფერი რაც შემიძლია უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ ჯარში უკრაინაში რამდენიმე მილიონ ადამიანზე მეტმა მომცა ხმა. იმიტომ რომ 3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და 2-ჯერ კიევის მერი გახლავართ. ვიყავი ერთადერთი, ვინც თავისი ნებით წავიდა მერიიდან, სადაც როგორც კორუმპირებულ ქვეყნებში ხდება, შეიძლება მოიპარო და მოიპარო, მაგრამ მე წამოვედი. და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სულელი არსებობს, კლასიკაში მათ სახელიც კი აქვთ. იდიოტები, რომლებიც ამბობენ, მომეცი რაც მოიპარე. მე მათ წერ, მითხარი რა მოვიპარე და გადაგიხდი მილიონს. და ვინც კი იპოვის თუნდაც 1 მუჭა მიწას, სანტიმეტრს, მილიმეტრს, 1 ციცქნას. არადა ასეთი შესაძლებლობები მქონდა. რამდენჯერ სცადეს ჩემი დადანაშაულება, არაფერი გამოვიდათ. სამაგიეროდ მე შევძელი სისხლის სამართლის საქმის აღზრდა გენერალური პროკურორის ლუცენკოს წინააღმდეგ თაღლითის, რომელიც როგორც ფოტოზე ნახავთ, ლოკავს დროშას. მანამდე 4 წელი ციხეში ბარათებს ლოკავდა. ახლა კი დროშას ლოკავს. დიახ, ეს გენერალური პროკურორია. ფული. კარგი, მოდით ჯერ თავიდან დავიწყოთ, რათა დაგაინტერესოთ თუ რა მნიშვნელოვანი მოხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში. თუ ტრამპის, პუტინისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა შედგება, აგრესორ პუტინს ღირსეული პასუხი გაეცემა და ჩვენ დაგვიბრუნდება ის ტერიტორიები, რომლებზეც მოსახლეობის უმრავლესობა ოცნებობს. მე ვერ ვიგებ, მართლა გულწრფელად რომ ვთქვა, ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით, ხოლო ადამიანი ღვთის ნაწილაკია. ასე ამბობდა აინშტაინი და ყველა დიდი ადამიანი. ჩვენ მისი წარმომადგენლები ვართ დედამიწაზე. და როდესაც ადამიანი კვდება, მასთან ერთად კვდება მთელი სამყარო. ჰემინგუეის აქვს ერთი ძალიან საინტერესო ნაწარმოები. ვისაც არ წაგიკითხავთ, წაიკითხეთ. კუნძულები ოკეანეში. იქ ის ამბობს, ყოველი ადამიანის სიკვდილი მცირედით მეც უფრო პატარას ხდის, რადგან ერთიანი ვარ მთელ კაცობრიობასთან. ამიტომ არასოდეს იკითხო, ვისთვის რექს ზარი. ის შენთვის რექს. და რა თქმა უნდა, ბევრს ვერ გაიგება, რატომ ერევიან ჩვენთან ეს ევროპელები, არაევროპელები და ამერიკელები. გეტყვით, რომ ეს მომწონს. ისინი დემოკრატიის თვალსაზრისით საუბრობენ. მათთვის ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მთავარი ღირებულებაა. მიუხედავად მისი ასაკისა, რადგან ის მოასწრებს შექმნას რაღაც ისეთი, რაც გამდიდრებს შემოქმედს. ბოლოს და ბოლოს უფალი ვითარდება, როგორც უდიდესი ბრძენკაცები ამბობდნენ, ჩვენი თვითრეალიზაციით. ერთ დროს ერთმა მქადაგებელმა მითხრა, როცა ძალიან მიყვარდა სასაფლაოებზე სეირნობა, განსაკუთრებით სლავურ სასაფლაოებზე, ძალიან ლამაზი ძეგლებია. თან ბერკოვცებზე ვიპოვე ბევრი ადამიანი, რომელთა ისტორიაც ვიცოდი. ისინი კიევში თუ იყვნენ დაკრძალულნი, არც კი ვიცოდი. ხო და მითხრა, იცი რომ ეს ყველაზე მდიდარი ადგილია დედამიწაზე. ვფიქრობ, შეიძლება გაგიჟდა რა მდიდარი, მარტო საფლავებია, არავინ მოდის, ხალხი ცოტაა. მათ ხომ მალევე ივიწყებენ.
ის ამბობს, იმიტომ რომ აქ დამარხულია კაცობრიობისა და ღვთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იდეები. ადამიანები ვერ ასწრებენ თვითრეალიზაციას. ამიტომ სიცოცხლის ყოველი დღე ყველაზე პატარა ადამიანიდან მოზრდილამდე ღმერთისთვის მნიშვნელოვანია. რადგან ახალი იდეებისგან მას ფრთები ეზრდება და მაშინ შეუძლია მართოს უსასრულო სამყარო, რომელიც თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ ისევე როგორც მე, მაგრამ ის მას მართავს და იქაც ყველგან არის სიცოცხლე. არის. და რა თქმა უნდა, თუ შემოქმედს, რომელმაც 6 ან 7 დღეში შექმნა დედამიწა, არ აქვს განვითარება. ის ვერ დაეხმარება, ვინც ჯერ კიდევ ჯოხებით ერთმანეთს დასდევენ. დიახ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. რამ მიბიძგა ამ გამოსვლისკენ? პირველ რიგში დააჭირეთ ზარს და გამოიწერეთ, რადგან ჩემთვის გამოსვლა ძალიან რთულია. არსებობს ბევრი ადამიანი, ადრე ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომლებიც მუდმივად მირეკავენ და ამბობენ, შენ გვიქმნი პრობლემებს, ყველა მიცის რომ ჩვენ შენთან ახლოს ვართ და იქ ვიყავით, არ შეეხო ხელისუფლებას. ხელისუფლებას არ ვეხები. მივმართავ ხალხს და ვეუბნები. გითქვამთ ღმერთისთვის მადლობა დღევანდელი დღისთვის. ამ წამებისთვის მე ვეუბნები უფალს მადლობას. იმ უზარმაზარი შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცი, რომ ვისაუბრო წარმოუდგენლად ბევრ ადამიანთან. და ისინი იღვიძებენ. ამასინათ ვნახე, YouTube-ზე გამოვიმუშავე $3.65 ჩემს ბოლო პატარა გამოსვლაზე. დიახ, ხდება წარმოუდგენელი ისტორია. ტრამპი შეეცდება პუტინსა და ზელენსკის დაარწმუნოს, დათმონ ტერიტორიები და დაასრულონ ომი. ჩვენი პრეზიდენტის პოზიცია აშკარაა. ის მიიჩნევს, რომ უკრაინის ტერიტორია ხელშეუხებელია. პუტინის პოზიციაც აშკარაა. ის მიიჩნევს, რომ უკრაინა არ არსებობდა, რადგან იგი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ის კი მისი წარმომადგენელია. ადამიანებს აქვს სხვადასხვა მოსაზრება. საინტერესოა კიდევ რა ხდება. რატომ ვამბობ ამას? ილოცეთ, მეგობრებო. მალე ალასკაზე, რომელიც მეფემ $7 მილიონ გაყიდა, ყველაზე მდიდარი მიწის ნაწილი გასცა. იცით რისი შედეგია ეს? დემოკრატიის უქონლობის. მან ხალხს არ კითხა, შეიძლება თუ არა მიწის გაყიდვა. თავად გადაწყვიტა. ეს კი არაფერ კარგს არ მოიტანს. თუ არ არსებობს ხალხის მკაფიონება და რაც მეტი მით უკეთესი, კარგი ვერაფერი მოხდება. და ახლა მინდა გითხრათ, რამდენად საზიზღარია პოლიტიკა. თვითონ პოლიტიკოსები კი მატყუარები არიან. ან იქნებ სულელები. ბაიდენი დიახ. მე მას შევხვდი, იუშენკომ წამიყვანა, მადლობა მას. შეხვედრაზე მასთან. ჩვენ სამნი ვისხედით. იუშენკო მას კორუფციაზე უყვებოდა. მათ ჩვენი კორუფცია არ აინტერესებთ. არც ის რომ კორუფცია კლავს ქვეყანას. უკრაინის ძალიან მანკიერი და მკვლელი მტერი კი არა მხოლოდ რუსული ნაციონალიზმია და პირადად პუტინი, არამედ ტოტალური კორუფცია და კორუფციული აზროვნება ჩვენს საკუთარ მოქალაქეებში, უკრაინის მოქალაქეებში. საკუთარი უფლებების უცოდინარობა, რომლებიც კონსტიტუციაშია გადმოცემული. ის ხომ არავის წაუგითხავს. მე კი მას მივეცი ხმა და ამის შემდეგ იქ შეიტანეს მკვლელი ცვლილებები განსაკუთრებით იანუკოვიჩის მიერ ტიმოშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში. და ჩვენი მიამიტობა საარჩევნო კამპანიის დროს. ხომ გახსოვთ პოსტერები, სადაც მოძალადე, მეწილად ქურდი და მენტალობით დამნაშავე, რომელიც უკეთ ლაპარაკობდა ჟარგონით, ვიდრე უკრაინულ ან სხვა ენაზე.
ყოველ ადამიანს მოусმენ, ყველას დავეხმარები. დიახ, დაეხმარა. ძალიან კარგად. ოქროს ტუალეტით და კონსტიტუციით ტუალეტის ქაღალდის მაგივრად. თქვენ ყოველდღე ქთამს აძლევთ. ამით თქვენივე ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს აკეთებთ. ყვირიან, ბევრნი არიან ასეთები, დიდება უკრაინას, ხოლო მერე აძლევენ ქთამს სატრანსპორტო ინსპექტორს ან რომელიმე მოხელეს და ვერც კი ხვდებიან. თან პატივისცემით ემყრობიან მას, როგორც ჭკვიან ადამიანს. ხოლო ის, რომ საშიში დანაშაულის შემსრულებელია, ერთხელ მე 11 მილიონერი ჩავსვით ციხეში, როცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმეების გამომძებელი ვიყავი. მქონდა ერთი ასეთი საქმე. ბიჭები მეწოდებიან. დღეს ამას არ გავაკეთებდი, რადგან ეს სხვა თემაა. ახლა კი ისინი ალასკაზე განეხილავენ ამ თემას. და რა გგონიათ? ყველაფერი მაშინვე დამთავრდება? უკრაინის საზღვრების მთლიანობისთვის სამწლიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ ბევრმა ადამიანმა დაკარგა საკუთარი თავი. ომის საშინელებების სისხლისა და სიკვდილის დანახვის შემდეგ მათ ჭირდებათ ღრმა სოციალიზაცია და ყოვლის მომცველი მხარდაჭერა და პატივისცემა, არა მხოლოდ ხალხის მხრიდან, არამედ თითოეული ჩვენგანის მხრიდან. დღემდე ეს პრობლემა არავინ წამოჭრა ჩვენს გარდა. და რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას? თუ არ გვექნება მყარი სამართლებრივი სისტემა. ნაბუ არა. ნაბუ ხომ ამას ვერ ებრძვის. და საერთოდ არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ თქვენ უნდა აერჩიოთ შერიფები, პროკურორები, რათა ისინი თქვენზე იყვნენ დამოკიდებულები, მოსამართლეები, თაღლითები, მილიარდერები, ძალიან მდიდარი ადამიანები. ვიცი, მენდეთ, არ მინდა პერსონალიებზე გადავიდე, რადგან ისინი ჩემთვის უმნიშვნელოა როგორც სამჯერ დეპუტატისთვის, მაგრამ იშვიათი თაღლითები არიან, საზიზღრები. რამდენიმე შეხვედრაზე ვიყავი, ორა ნაგავია, ღმერთმა გვაშოროს. და ისინი თქვენ განგსჯიან. ისინი აჩერებენ თქვენს მანქანებს, გიკრძალავენ რაღაცების კეთებას, თქვენ კი მათ ქთამს აძლევთ და აძლევთ. და გონიათ, რომ ეს დასრულდება, ღმერთო, სულ სხვა თემაზე გადავედი. მაგრამ თუ გამოვიწერთ, ჩემ გვერდს გეტყვით, ჩემი აზრით, შემდეგ რაც მოხდება. ისტორიას დღემდე კარგი არაფერი უჩვენებია. ახლა ნახავთ სურათს, როგორ აღჩობენ ჰუსეინს, როგორ მოკლეს ძაღლივით. ლიბიელი ლიდერი კადაფი მილში იმალებოდა, როგორ ნადგურდებოდა სხვა კორუმპირებული სისტემები. და შემდეგ რა მოხდა? სანამ იყო იდიოტი ბოდიში ამ სიტყვისთვის, კადაფი იყო წესრიგი. ადამიანები მშვენივრად ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ მათ ცოტა ჭკუა ჰქონდათ, ცარიელი უდაბნო და შეეჩვივნენ მის წესრიგს. თვითონ შედარებით პატიოსანი ადამიანი იყო, ვერც 1 ტრილიონი ვერ უპოვეს. და ცხოვრების დონეც $1000-ზე მეტი იყო. შეადარეთ თქვენ შემოსავლებს და მიხვდებით. ახლა იქ ყველა ერთმანეთს ებრძვის. და ჰუსეინი? იქაც შიიტები იბრძვიან. ღმერთმა უწყის ვისთან. არაბულ სამყაროში ბევრნი არიან და ყველა მათგანი მკვლელებს 28 ქალწულს პირდება, რომლებიც მზად არიან სიყვარულის გარეშე საწყალ არაბს მისცენ ყველა მიწიერი სიამოვნება. რა დავარქვათ ამ ადამიანებს? რატომ არ უფიქრდებიან ეს ადამიანები? ზოგადად ნორმალურია, რომ ადამიანი ოცნებობს ვინმესთან სექსზე, რომელიმე ქალთან, სიყვარულისა და ფლირტის მიუხედავად. ყველაზე მაგარია გეუბნებით, როგორც მამაკაცი, ეს წინა ეტაპია, როცა შენ ყურადღებას იჩენ ყვავილებს ჩუქნის შენ შეყვარებულს, ხელს აწვდი მანქანიდან, როცა ის ჩადის, ან ავტობუსიდან კოცნი, ამბობ რომ გიყვარს. მანამდე კარგი არაფერი ყოფილა.
და თუ მხოლოდ ხვალ ნაკლებად დაგბომბავენ, ამას პირველი მე გეუბნებით. ნაკლებად, კი. თან ბევრად ნაკლებად. იმიტომ რომ ახლა ამის შემდეგ ყველა მიცის რომ ტრამპი ისოდა გადაწყვეტილებებზე გადართული ადამიანია, მარტივად შეუძლია თვითონ დაიწყოს ვინმეს დაბომბვა. განსაკუთრებულად არაფერ კარგს არ ველი, მაგრამ ჩვენ მოგვეცემა შანსი დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად და მუდმივად გეუბნებით ერთსა და იმავეს. წაიკითხეთ კონსტიტუცია. კითხეთ რა არის ხელისუფლების გადანაწილება. კითხეთ რა არის კონსტიტუცია. პირდაპირი მოქმედების კანონია? კითხეთ. თორემ როგორ ცხოვრობთ, თუ არ იცით თქვენი კონსტიტუცია? ასეთ ამერიკელს ქვეყნიდან გააძევებდნენ. თქვენ რა მოქალაქეები ხართ უკრაინის? თქვენ ისე? არ ვიცი. არ მინდა ვინმე ესმაწყენინო. ახლა დაიწყებენ ურია, როგორ მინდა ის ვიყო. ნამდვილად. კიდევ რა? ხო, მომეცი ნაკურდალი, იქ რომ ზიხარ. დიახ, ვზივარ. მაგრამ ჩემი სამშობლო მაინც უკრაინაა. მაგრამ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. დიახ, იქ გავიზარდე. იქ ჩამოვყალიბდი. ადრე გორბაჩოვს ვადიდებდი იმისთვის, რომ მან დამოუკიდებლობა მიენიჭა ყველა რესპუბლიკას. დღეს ამას აღარ ვაკეთებ, რადგან მან ეს გააკეთა ჩვენს ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიისთვის არ იყვნენ მზად. ამიტომ დღემდე ასეთი კონფლიქტები არ წყდება. ახლა კი ვნახავთ. მან ასევე მოაწერა ხელი სომხეთი და აზერბაიჯანი. თითქოს არსებობს გზა, რომლის საშუალებითაც ახლა მშვიდად შეიძლება გადაადგილება. ხოლო მე გეუბნებით, რომ ეს შეუძლებელია. მართლა ვერ ხვდებიან? თუ უბრალოდ თამაშობენ. ეს რა თქმა უნდა ტრამპს ესმის. ერთგვარი თამაშია ადამიანებთან. რა სიტყვა ვთქვა? ეს ძალიან ცუდია. არ არის სწორი. იქ არ იქნება მშვიდობა. ისინი იბრძოლებენ. ისევე როგორც სხვა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა იბრძოლებს. და ყველა განუვითარებელი ქვეყანა, სადაც ადამიანები ვერ ხვდებიან რა არის დემოკრატია. ყოველთვის ტერიტორია იქნება არასაკმარისი, ყოველთვის იქნება რაიმე მიზეზები, ისინი არიან დამნაშავეები. დიახ, ისინი. დღეს ეს ნაძირალა, სხვაგვარად ვერ დავარქმევ. გერმანიის ახალი კანცლერი მერცი ამბობს, რომ ებრაელებს პრობლემები უნდა შეექმნათ და იარაღს არ მიხიდიან მათ. შენ, იდიოტო, რომ ჩაეკეტეთ 3 წლით. ამოიღეს Google-დან ეს ფოტოები ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭებისგან, კანი და ძვლები გადარჩა. ებრაელები არ გადასცემენ მათ ამ პალესტინას. არც ერთ საკუთარ მოქალაქეს. მე ახლა აქ ცხოვრობ და ეს ზუსტად ვიცი. როცა მე 74 წლის ასაკში მქონდა რაღაც აკვიატება, რატომღაც ღამით მიყვარდა ცურვა და პოლიციის კატერი ამედევნა. კატერზე უნდა ავეყვანე და მე ნაპირზე დამტოვებდნენ. იქ მელოდებოდა პოლიცია, რომ გამოეკითხათ რას ვაკეთებდი ღამით. მაინც საშიში იყო. 3 კილომეტრით შორს გავცურე. რატომ აინტერესებთ მათ? ჩემი თავი. ვინ ვარ მე მათთვის? მე არაფერი გამიკეთებია ისრაელისთვის. მრცხვენია. გავაკეთებ კიდევ. მაგრამ მრცხვენია. თუ იქნება შესაძლებლობა, რადგან დღეს ასეთი შესაძლებლობა არ მაქვს, იმიტომ რომ მე მნიშვნელოვანი ვარ ღმერთისთვის, რომელსაც ისინი პატივს სცემენ. თუმცა ისრაელი დემოკრატიულ ქვეყნად არ ითვლება. აი ამიტომაც ის არ იძლევა იარაღს და ამბობს პალესტინას ხელი არ ახლოთ.
მაგრამ როგორ არ შეეხომათ, ისინი ხომ ყველა, ვისაც ებრაელები დღეს პალესტინაში დევნიან, ყველა მიცის სად არიან ცოცხალი ადამიანები, რომლებიც შიმშილით იდანჯებიან. შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ეს კი კარგად გამოსდით. მგონი ესეც საკმარისია. მეც ასე მოვიქცეოდი. თქვენ რას იზამდით? თქვენი შვილი ნესტიან სარდაფში რომ მიეგდოთ. და უცნობია, იქ რას უშვებიან. როგორ მოიქცეოდით, მეგობრებო? დაფიქრდით ამაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ომი უკრაინაში საბოლოოდ მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ყველა შეიძენთ კონსტიტუციას, წაიკითხავთ მას. მე როგორც მეცნიერების დოქტორი, რა შემიძლია, პასუხს მოგცემთ, ხოლო შემდეგ სხვა დოქტორებს დავპატიჟებ. გავარკვევთ ყველაფერს და დავიწყებთ სახელმწიფოს მშენებლობას და არავინ შეგვიშლის ხელს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს მოვკლავთ. არა, უბრალოდ გვეცოდინება, როგორ უნდა იყოს ყველაფერი და ისე მოვიქცევით. მაშინ ვიქნებით პატრიოტები. თუ მაგალითად საგზაო პოლიციელს დამნაშავე უწოდე და არ მიეცი ხთამი, მაშინ შენ პატრიოტი ხარ. პატრიოტი. სხვანაირად ვერ გამოვა. ეს არის და ეს. ახლა კი არ დაგავიწყდეთ და ურეკოთ თქვენს მშობლებს, ისინი ელოდებიან თქვენს ზარს. ეს კარგია. მართალია. თქვენ მოიქცევით ისე, როგორც ღმერთმა ბრძანა სინაის მთაზე 10 მცნება და მათ ვერავინ უარყოფს. პატივი ეცით თქვენს მშობლებს. და ბოლოს კიდევ ერთხელ მახსენდება ძალიან საინტერესო გამონათქვამი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანისგან მსოფლიოში. სახელმწიფოს დახატვა ან მის საზღვრებში შეზღუდვა პრობლემა არ არის. ამიტომაც სახელმწიფო მხოლოდ ამით არ შეიქმნება. ის იქმნება იმ მომენტიდან, როცა წარმოიქმნება ერი, ერთიანი, შეკრული მუშტივით. და მას ვეღარავინ შეეხება. ამიტომ ყველაფერი, რაც ამის საწინააღმდეგოდ ხდება, თუ მხოლოდ ვინმეს ინტერესებს შეეხება, მაგალითად ჩემსას, როგორც რუსულენოვან უკრაინელს. 20 ან 30 წლის წინ ბევრჯერ ყოფილვარ რუსეთში. და კუჩმამ ერთადერთი რაც სწორი დაწერა თავის ცხოვრებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს მას თავად არ დაუწერია, ის უსწავლელი ადამიანი იყო, რომ უკრაინა არ არის რუსეთი. თუ თქვენ არ მოინდომებთ, ყალბი პატრიოტებისთვის ანგარიშის გაწევას, იმიტომ რომ მე რუსული ენით დავიბადე უკრაინაში. მე ნამდვილი უკრაინელი ვარ. ჩემი წინაპრები მამის მხრიდან. აქ ცხოვრობდნენ 400 წლის წინ. დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა არ იცის თავისი წინაპრები. ისტორიულად ჭკვიანი ადამიანები მიდიოდნენ მოსკოვში. ისინი ხშირად უკრაინელები იყვნენ. ერთხელ ჩემთანაც მოვიდა იუშენკოს ძმა. იგი აგროვებდა ყველა უკრაინელის პორტრეტებს. ყველას კარგი დღე, საღამო და ხვალინდელი დღე მინდა გისურვოთ. ნუ მოკვდებით. ცოტა მოიცადეთ. ნუ თამაშობთ სიცოცხლით. დაემალეთ პუტინის წეულ ბომბებს. მე ვფიქრობ, რომ როგორც მუდამ გვირდებოდით, ომი მალე დასრულდება. შემდეგ რა იქნება? ეს არის პრობლემა. წარმატებები ყველას, დროებით.